წამოიღო. ეს ისინჯება ახის გრადუსს. ჩვენთან გაკეთებული მუჟვის გემრიელია, მაგრამ კადმობს წაბლი. მისტიური ისა შეხედულება აქვს ადგილი ხო, მაგრამ ახასავიდა გაგვიარა ჩვენ. შეხე. ხევსით რომ ცეცხლის ალში გამხვიე. დღეს ჩვენ ვართ გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოში. და აი რო იცოდეთ რაზე ვართ ჩამოსული, ყველაზე მაგარი ტრადიცია, ყველაზე მაგარი ცერემონია. აი ამ პერიოდში, აი სამთარი რო იწყება, ამ პერიოდში არის ზაოდობა კახეთში, ზაოდობა გურჯაანში და აი ამ ლამაზ სოფელში. წავედით ახლა შევიდეთ ოჯახი, გავიცნოთ. თქვენ თოდიკეს პაპავდამდები. დიახ. თქვენი სახელი? ბადრი სერგია, სერბადრი. თოდიკე როგორ ახალ შემოსმო? გამწელობა მრავალ გამდებს დაგასწროთ. აი ესეთ მაგარ სიტუაციაში მოვედით ახლა. ესეთ მაგარ ხალხთან, მაგარ ოჯახში, გემრიელ ოჯახში და ყველაზე წეგან როგორც გითხარით, აი ყველაზე ლამაზი ტრადიცია და ყველაზე ლამაზი აი ცერემონია, რასაც ზაოდობა ქვია და რასაც არყის გამოხდა ქვია. აი დღეს უნდა დავესწროთ ამ ლამაზ ოჯახში და აბა დავიწყოთ ახლა ჩვენ მე რაც შემეძლება ყველაფერს დაგეხმარებით. ერთ კაი კერძსაც შემოგთავაზებთ მე ჩემებულს რაღაც ისეც რომელიც არახთან აი ცოტა თბილა არახთან რო კარგად მიდის ისეც ერთ კაი მუჟუს გავაკეთებ. არა, ჩემი კახელება როგორც. გაიხარეთ, შემოგევლეთ, აბა დავიწყოთ. აი შეხე, ბიჭო, აქ მე პირველად ვარ. ბატონ გიორგი. მე პირველად ვარ ახლა ესეთ სიტუაციაში. აჰა. აი ზუსტად ანაიდოთ იმას უცხოთ არის მოწყობილი ყველაფერი. ეს არის ბუხარი. რამდენი ლიტრიანია? 10 ლიტრიანი ქვარი. 100 ლიტრიანი და 10 ლიტრიანი. ამას როგორ ვთქვით, ბატონ გიორგი? ავავსებთ ახლა? ავავსებთ ცოტას დავაკლებ რომ მოგვიდის პერიოდში არა მოგვიხეთქოს. ხო, სიმძიმეს მერე ზარფხულს დავაფარებთ, გავაწყობთ. შევუქებთ ცეცხლს და დაველოდებთ აქეს დამცველს. როა დუღდება უკვე თითქმის წამოვა. ზარფხულს დავაფარებთ. ამებს ვაწყობთ იმის გულისთვის რომ ნუ არა მოხეთქოს. არა მოხეთქოს თავისებურად სიმძიმე, მაინც დაზღვეულები რო იყო, თორე ისე არაფერი არ იყო. საიდანაც უნდა წამოვიდეს და იქცეს არყად. სიო ჩაჯდა. და ამებს რაღაცებით ავსებთ, ხო? მე მგონი. ქვილი. ხო, ქვილი. მოიცა, ესე შრალად აყრით ქვით? ვა, ეგ უკვე ეს ყველანაირად. სოფით ეძებო, თქვენ სოფით. აი ეს ზარფხულზე, ანუ სახურავზე. ხო. მაღალი ყელი როა აქვს. ეს არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ უშაშველებას არ აძლევს. როგორც ცეცხლიც გინდა მისცე, ანუ ეს ყელი რომ მაღალი აქვს, არის ქვაბები, რომელსაც აქედანვე მოდის. ხო. ეს იმის გულისთვის აქვს, რომ როგორც ცეცხლიც გინდა მისცე, არახის ტრაფად მოდის. მე და მომაჩემა გავაკეთეთ, ავაშენეთ. ჩვენ ვიცით ამისი ზომები, რომ უნდა გაკეთდეს ეს ბუხარი. აი ისე მოუფიქრებლად რომ დაიწყოს ვინმე და გააკეთოს. ესე არის ვარდებს. ამას თავისი გათვლები უნდა საკვამლე ტრუბასად უნდა დადგეს, მაგის ზომები უნდა, თავისებური გათვლები უნდა ყველაფერი და ვიცოდით ჩვენ და გავაკეთეთ. გრამიბოლი არ გამოდის, ესეც ჩავდგით, გავამონტაჟეთ, გავაწყეთ და მუშაობს იდეალურად. ძალიან მაგარი და ძალიან უცხოა ჩემთვის მაგალითად და სასიამოვნო. მენახები რომ აქვს, იმიტომ მაქვს ესაცორე. ეს ჩემს საკუთარ ოჯახსაც ემსახურება, მეგობრებსაც ემსახურება, სოფელსაც ემსახურება და ვაკაცებსაც და ვისაც გაუსწორდება, ყველას ემსახურება. ანუ მე როგორც ვაწყობ ახლა, ესეთი ბევრიც არა აქვს სოფელში, ხო? არა. არის რამოდენიმე, მაგრამ აი მასიურად რო თქვა, ყველა ოჯახს არაა. აჰა. ზუსტად ეს არის ის, რომ ქართველები ხო ესე შრომის მოყვარე ხალხია, მithumetes კახეთში ახლა ყურძენს წარმოიდგინეთ, ყურძენს რომ ჯერ ამხელა მოვლა უნდა, მე და ყურძენს რომ დაწურა, ღვინოს რომ გამოიღებ, ბატონ გივი. და აი და დანაკარგი არ აქვს არაფერი, ამას ყველაფერს ესე კულტურულად და ესე ტრადიციულად მარტო კახელი კაცი თუ გააკეთებს რა. არაფერს დანაკარგი არ აქვს. ყველაფერი მიდის იმისთვის, რომ ისევ და ისევ სტუმარმა და ისევ და ისევ დიდმა სანათესაო და სამეგობრომ იქეიფოს და კარგი დრო გაატაროს. პირველ ქვაბზე. აბა კახური ქუდის ქონა, მათხოვეთ ისრავლე ქუდი, ოპა. მიმდინარეობს ახლა შრომითი საქმიანობები, აქ ფუსფუსებთ რაღაცა მეორე ქვაბი და მესამე ქვაბზე უკვე დავდებთ მაყავს, მწვადი აიბნევა.
უხაშივე იწება და მიდის кейფი თან кейფი თან პროცესი ახეთში განსაკუთრებულად სხვანაირად ამოდის ყვამლი რა აი ამ პერიოდში აი დეკემბრიდან ხო ბატონო ესე არა ის ჭაჭაც ყველაფერი რომ დაჯდება ყველაფერი რომ მივა იმ კონდიციამდე რომ უკვე არაყი უნდა გამოვხადოთ აი ხან თელი ზამთარი მიმდინარეობს ეს პროცესი კი ბატონო თელი ზამთარი იმიტომ რომ კაცს მოსავალი დიდია ხდება და ჭაჭას მთხილებიან აკეთებენ არაეყრიან და მიდის რა თვითონ ეს სოფელი ხა როგორც შევხვდით საკმაოდ დიდი სოფელია და რამდენი კომლიც ხო 80 კომლია ვა 80 კომლი მეტი არა და დამხელა ტერიტორია 80 კომლიდან ამოდის კვამლი განაჩენი ქალაქში ცხოვრობენ მაგრამ 80 ფუნქციონირებს 80 კომლი ეს თვითონ ქოდალო ხო სოფელი ქოდალო სახელი საიდან მოდის ხო არ იცით ამ ისტორიები თქვენ კი როგორ არ ვიცი 15 საუკუნის სოფელია ეს ხო 15 საუკუნის სოფელია შემოსევები როცა იყო აქ სპარსელებისა და რაღაცა ამ სიტყვას საუბრობენ ქოიდალო ესე იგი ეს ნიშნავს სისხლის ხევს ქოიდალო სპარსულად და დაარქვეს ქოდალო იქიდან მოდის ესა საინტერესოა კი ძალიან საინტერესოა იქიდან მოვა ჩვენ ისტორიული სოფელი ორი ეკლესია გვაქვს მოქმედი ეკლესია ახალციხიდან არის წამოსული უარი აქ მესხები ვარ ჩვენ ეზერელი ხო ასე ლაპარაკობენ მესხე ჯავახეთის წარმოშობისები ყოფილვარ ჩვენ აი ესე დაგვიტოვე ჩვენ წინაპრებმა ეს ჩემი ფუძე იყო აქ დავიბადე აქ გავიზარდე მე მშობლებთან და 4 ბიჭი მყავ 4 ბიჭი 4 ზმანი არიან დედმამიშვილები ეს უფროსია ყველაზე თუ არა ასეთ ოჯახში აბა რანაირ სიტუაციაში უნდა მოსულიყავით ეხა დღეს და რანაირ სიტუაციაში უნდა აღვენიშნა ეხა ეს ის ტრადიციული ცერემონია რასაც ძალადობა ქვია და აი ძალიან მიხარია მე მართლა ჩვენ მე პირადად დასავლეთიდან ვარ წარმოშობა სამეგრელოდანა ვარ სამეგრელოდანა მაქვს ქუთაისში გავიზარდე ანუ ძალიან დასავლეთში ვიყავი ჩართული ყველაფერში მე სტუდენტობის მე რო წამოვედი აქით ყველაფერი მაინტერესებს აქაური ადაწესები ყველა მეც ნელ-ნელა ვცდილობ რომ ყველა კუთხეში მივიდე თითქმის ვიცი რომ მაგარია ყველაზე მაგარია იმაში კახეთში მით უმეტეს ესეთ სიტუაციაში მწვადი ყველა ამას უხდება ყველა ცერემონიას უხდება რამე განსაკუთრებული ხო არა გაქვთ კიდე საკვები ეს რამე ის კერძი ისეთი რომელიც ან ზაოდობაზე ან ამ პერიოდში რამე გახსენებდეთ ჩვენ ჩვეულებრივი მიმდინარე ახაც ხაჭაპურიცაც ხდება ყველაფერი რობიოანებს ეძახიან ინკალიც აკეთდება ყველაფერი მაგრამ ძირთად წვადი ყველაფერს ეს ალბათ ხაშლება კიდე ხო ეს ყველა მიცის რომ მე აქ ძალიან არის ეს კულტია კახეთს ერქვა კუხეთი აი უკანა მხარ ზონას ამას ვეძახით უკანა მხარს და გურჯანი ხო კახეთის გულია ხო იქით თელავი ყვარელი აი ეს ჩვენ უკვე იმათგან მოშორებით ავართ უკანა მხრის ზონას ვეძახიან ამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან 15 დღით გვიანი წევა ყურძენი აქა იმათა შედარებით 15 უნებრივად არის ცივა ზღვის დონიდან 805 მეტრა არის ხო ჩვენ 805 მეტრზე ვართ ახლა ამჟამად კი ჩვენ დაშორებული ეგრე ვართ იმათგან 30 კილომეტრით ჩვენ თიან ზონას ვეძახე მაღალმთიაში შევდივართ ჩვენა მაღალმთიაში შევდივართ მაღალმთიაში შევდივართ აი კარგი ცივა ახა აქ ძალიანაც ცივა ვიდრე წინა მხარს რო ზამთარში რა თქმა უნდა უფრო მკაცრი იქნება ვიდრე მეტი მოდის აქ უფრო სხვანაირი კლიმატია ვიდრე გურჯაანში და ყვარელში და თელავში და ასე შედარებით აი როგორც სიღნაღის ზოლი აი ესე ვარ ჩვენ აქეთ ერთადერთი მე რაც შემიძლია ხა სანამ ეს ჩემო გიორგი ჭაჭა დუღდება როგორც თქვით და სანამ თავის ადგილს მოძებნის მე დაწყებული იქიდან თავის გემრიელ ადგილს მოძებნის ის არა კი პროცესი მანამდე ჩაივლის ნორმალურად პროცესი სანამ დაიწყება მანამდე მე მინდა ერთი პატარა ანუ მოხალშულად მომაკ იმის ღორის ფეხები რა ღორის ფეხები მოვხარშე წუხელო იმიტომ რომ აქ საკმაოდ დიდი ხანი უნდა კი იცით მაგის მოხარშვას და გაურიე კიდე ღორის თავის ცოტა კონიანი და ეს ცხიმიანი ადგილები ხო და მაგითი მინდა რომ მოვამზადო და გავაკეთო და გაგასინჯოთ გაგა თქვენ ბელჯერ სხვადასხვანაირი ვარიანტი გექნება გასინჯული და გაკეთებულიც და შეიძლება ხო ანუ მე ჩემი გულვეცია ბევრი არის მაგალითად აკეთებს მე პირველად მე გასინჯული მაგ და ძალიან მომეწონა ღორის კანისგან გაგისინჯავთ ღორის კანი მოხარშული
ღორის კანი მოხარშულისგან აკეთებენ მუჟურს. თქვენოსკა ჩვენთან ხავით, ხო, მე არ ვიცოდი. ვაკეთებ ჩვენ. მე არ ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა მე რო გავსინჯე. ადრე არ ვაკეთებდით, მაგრამ აი ახლა გეთდება. აი ქართლში მაგასინჯული და ძალიან მომეწონა რა, გემრიელი იყო და ასე რომ სხვადასხვანაირი ის აქვს სახეობებს აკეთებენ ყველა კუთხეში, ზოგი იმას უმატებს, ზოგი ამას უმატებს. მეც ჩემებოდა დღეს გავაკეთებ ეხლა და გაგასინჯებთ მე თან ეხლა რო გავამზადებ და რო შევყვანზავ ყველაფერს დავდოთ ისეთ ადგილზე, ცოტა გაგრილდეს და ზუსტად იმ დროს როგორც კი ჩამოდინებას დაიწყებს, ზუსტად ის იქნება, რომ დავილოცებთ და დავაყოლებთ იმას, რა ქვია, მუჟუშსაც. როგორც ვთქვით, დღეს ჩვენ აი ამ ლამაზ გარემოში, ლამაზ ხალხთან, საყვარელ ხალხთან, არაჩვეულებრივ მასპინძლებთან ერთად აი ამ ცერემონიაზე, როგორც კახეთში ეძახიან ზაოდობის დღეს, მე მინდა შემოგთავაზოთ ჩემო ძვირფასო გამომწერებო, მაყურებლებო და თქვენ ბატონებო, ბატონ გივი, ჩემო გიორგი. დღეს მე შემოგთავაზებთ ჩემებურ სერბადრისეულ მუჟურს. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. როგორც ვთქვით, პირველ რიგში მე წუხელ, მოკლედ წერან გიგითხარით, წუხელ მოვხარშე ღორის ფეხები და ჩემებურად გადავწყვიტე რომ გავოდიო ღორის თავის ცოტა ის ცხიმი ქონიანი ადგილი, ცოტა ხორციც მოყვება და წამოვიღე მოხარშული. ეხლა პირველ რიგში ამას რაც დასჭირდება, ცხელი წყალი დაგჭირდება დაახლოებით 1 ლიტრამდე ეხა ამ ქვაბისთვის. აი ესე, დაახლოებით ეს რაოდენობა. ამაში, ამ ცხელ წყალში უნდა ჩავაჭყრიტო ნიორი. ნიორი და მე ცოტა მე უმატებ კიდე იმას, რა ქვია, ცოტას უმატებ დაღერღილ წითელ წიწაკასაც. ეგ გემოვნებით მე ბიჭები არჭამენ იმას წარეს და მაგიტო ვაჩიერო ესა ზომიერად ცხარე გამეკეთებია. ეხლა მას დავჭრი ისე რომ ჩაეტიოს გასაჭყლეთში და მე ზოგადად ნიორი მიყვარს წვრილად დაჭრილი. მაგრამ ამ კერტს უხდება ჩაჭყლეტილი. ძალიან ნიორი. ნიორი სიმართლე გითხრათ არ გამისინჯავს, გავსინჯოთ ლავაშთან ერთად მიყვარს ნიორი, რატომაც არა. უნდა გაისინჯოს, რა. ო და მაგის მიხედვით გემოსაც ავარჩევთ მე რაოდენობა რა დავჭირდება. დოზა რაც დაჭირდება. იმეთ? პირველად სინჯავ ხან ნიორს იმის კერძისთვის. ძალიან წარეს არჩა. საშუალოა. და ეს ცხელი წყალი მე იმას დაალბობს იმ ცხიმოვნებას, იმ წებოვნებას ღორის ფეხების. ხო და მე მოურევთ, დავდგამთ ცივ ადგილზე, რომ გაგრილდეს. ამასობაში აი ამ არაჩვეულებრივი მოწყობილობიდან, არაჩვეულებრივი ადგილიდან ის სანატრელი არყის სითხეც წამოვა. ხო და მე ჩვენს გავსინჯავთ სერბადრისეულ მუჟურს. მე კიდე ის წეგან მაინტერესებდა მეკითხა თქვენთვის გიორგი, რომელი ჯიშის ქაწითელი გაქვთ ხო? თავისთავად ქაწითელი, სხვა რამე ჯიშებიც ხო რა? არა. ქაწითელი რა ძირითადად. მამაპაპური რაც არის და კახური, ქაწითელი. დაკრებაზე კიდე აგე საყვარელი ხალხი გეხმარებათ და მომოაწევს თქვენს ჩამოვა დავიპატიჟე უცებ ხო ხედავ? ჩვენზე დავიპატიჟე უკვე თავი და მომოაწევს თქვენზე გასტუმრები. ძალიან საჭიროა მაშინ თქვენი მოსვლა ძალიან. იქით გვიხარია, სტუმართ მოყარე ოჯახი ვართ და გვიხარია რომ ესეთი რაღაცეები ჩვენს გვაინტერესებს. ჩავამატებთ ეხლა ამაში აუცილებლად ჩავამატებთ ცოტა იმას შავ პილპილს. ეს შავი პილპილი არის ცოტა არომატული იმის ყვამლის ისა არომატი აქვს და ამასაც კონდეს ესეც გემოსთვის. აი შავი პილპილი და ესეც ახლა ბიჭები რახან მიირთმევენ ბევრი მას ცხარეს, ეს ცოტა ესეც ჩავაყაროთ წიწაკა. მე მაგ ჩემებური მარილის მოყრის ისა მეთოდი, ბატონგი. ეს მარილი სადავრის წარმოშობისაა. მარილი რომელიღაცა ალბათ სუპერმარკეტში ნაყიდია. მაგრამ სვანური ხომ არ არის? არა, სვანური მარილი ეს უკვე შეგემებული ის იმას სხვა გემოზე გადაიყვანს ის. ხო და ის ჩოვლების სუნელია. იმიტომ გითხე რა. არა, ეს ჩოვლების მარილია. საკვები მარილი, ოღონდ მე ხა ის მინდა აღნიშნო, რომ სპეციალური ისა მაქვს, ჩემეული მეთოდი მაქვს იმის მოყრის მარილის რა. აი ხო, დოზა ხო, მაგრამ აი ესეთი მოქმედება რა. აი ესე არა და ესე გვერდიდან ვისვრი და უნდა ჩავსვა რა. აი ესე უნდა
ჩავსვა და მე ნელ-ნელა ბევრმა დახვეწა რაღაცები და იმას სახშიც ჩემი შვილი ესე აკეთებს იმას მარილს და მოკლედ აი ესე ჩავაყაროთ მარილი აი ესე გვერდულად ჩემებურად არიბნე ვარსა ეს ტყვიაში ვაჯერ რატონგი ვისაც გაისვრი რაღაცა თან ცოტა ლომათ უნდა მარილი რომ იქ კარგად ჩააჩდეს ეს დავდოთ ამას მე მოუღებ და ეხლა გისმენთ აგრონომი ბრძანდებით დიახ მე ამასობაში ამას მოუღებ გავხსნი აი თქვენ შემეგეთ სმართ ჩავავატებ კიდე წაგებია რომ ესე იგი სიცივეში აქ ვენახს როგორი პირობები აქვს და კი როგორი იწევა და რა აქ სიტყვა ნაკლებად აქვს მაგამთიაში სიტყვა კი სიტყვის ვერ აღებულობს იმ კურსზე ვერ აჯდება როგორიც უნდა იყოს მაგალითად უნდა იყოს სიტყვაზე 21 22 23 26-მდე შეიძლება რა სიტყვა რომ დაიკრიფოს ვენახევაში აქ 20 გრადუსამდე ძლივ მიდის და ვერც მიდის იმიტომ რომ უშლის სიცივე ხელში რა მალე ცივდება აქა და აგვიანდება მაგრამ მაინც ახერხებს კიდევ რაღაცას 18 17 18 გრადუსამდე არის აქ თქმილი გამოიხსენებათ რომ ცოტა ზედასადებია თქმილი ხოდა სანადირო რაღაცა ესეთი სისტემები ყველაფერი აქ მოკლედ ის ყველაფერი აკრძალული თავისთავად აკრძალული აქ ყველა ნადირი მგელი და მოყოლებული რო ეთქვა მტაცებელი ბევრია შველიც არის გურველიც არის მართლა ხო კი მაშ ხოხობით სავსეა მაგრამ აკრძალულია და მაგრამ გადამფრენები ხო შეიძლება რა აქ ხალხის თვითონ ყურადღებას აქცევს ძალიან და აი ეგ არის ყველაზე მაგარი როცა ხალხი ფლორას და ფაუნას ძალიან უცილდება ჩვენი სოფელი ყიანი ადგილებიც ძალიან ადგილია ყიანი ადგილები კი ჩვენ აქ დღე მეტია ვიდრე მინდური აქ აი ხა ეს ბატონგივი რაც გვაქვს ცხელწყალში რაც გავხსენით ნიორი ძმარი ის შავი პილპილი დაღერღილი წიწაკა აი ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ ეხლა ჩაიგითხები დიახ გისმენთ აი ეს მეგრულია თუ იმერულია ეს შემზადება თუ ზოგადად კერძება აი რაღაც გააკეთე ეს მუჟუჟი ზოგადად ხო თუ რას მეკითხე მინდა მუჟუჟი დავარ მუჟუჟი ანუ ჩამჭრა არა ძირითადად შემზადებას გეკითხე შემზადება ანუ ყველაფერი ერთად შეკეთებია თუ სამეგრელოში მეკითხე ხო და მაგას გეუბნებით სამეგრელოში ხო ვარ დაბადებული ქუთაისში ვარ გაზრდილი თბილისში სტუდენტი ვიყავი და დღემდე თბილისში ვცხოვრობ ხო და ყველაფერი ერთად მაქვს შეკრებილი რა ანუ ყველა კუთხის იმას რა ქვია სადაც რა ვისწავლე იმას კრიბავ ნელ-ნელა და ჩემებურად ხვეწავ ეხლა ზოგიერთმა შეიძლება დაწეროს კომენტარებში და ეგეც მინდა სხვათა შორის კომენტარებში დაწერეთ ვინ როგორ აკეთებს მუჟუჟს ხელი წყალი რაც არის ეს ხელი წყალი ახლა მოევლება თავზე იმას იმ წებოვნებას რაც ღორის ფეხს აქვს ეს წყალში რჩება ეს ხორცი ეგრეთ აი ზუსტად მაგაზე მივალ მაგ თემამდე აი ეგ სწორი შეკითხვაა ამას ახლა მოუვლებთ ჩვენ აი ესე ერთმანეთს დაშორდება ის მიწებებული ისინი ხორცის ნაწილები აი ეს სანამ ჩვენ აქ ვიჭუკჭუკებთ სანამ ჩვენ აქ ეს რო გამოვა აი როგორც კი გადმოვა ის არაყი და პირველივე ჭიქა როგორც კი დაისხმება ეს უკვე ამასობაში შეციებულის იქნება ხა გრილ ადგილზე დაუჭდება შიგა თავის ყველაფერი ანუ მაგალითად ეხლა შეიძლება მაყურებელს მოიჩვენოსო ბევრი წყალი დაასხაო ცოტა აი დარწმუნებული ვარ ეს წყალი ეხლა ხვალდილით მაგალითად დაახლოებით 24 საათის მერე დარწმუნებული ვარ ეს წყალიც კი უკვე ხოცლიანთან ჩამშრალი იქნება და გაქვეყნებული იქნება ასე რომ ეხლა მაქსიმუმ 1-2 იქნება მოკლედ კახეთში ყველამ კარგად ვიცით კახეთში საქართველოში რო ხარ და კახეთში რო სტუმრობ ესეთ ლამაზ ტრადიციულ ცერემონიას და აი კახეთში რო არ შეიწვას კახური მწვადი ხო ისე არაფერი არ შეიძლება არ მოხდება არაფერი არ ტარდება საერთოდ არანაირი ტრადიცია და ბატონმა გივინ ჩამილაპარაკა წეგან მეო აქ შენი მუჟუჟი კიო მაგრამ მეო კახურად უნდა შევწვა მწვადიო და დაუცილებლად დანარჩენი თქვენ თორნიკეს დაუძახეთ მე ამასობაში დაფას მომაწვიან და თორნიკე აბა დაფა ობა შემოიტანე განაცვალე თორნიკეც მოვიდა აი ახლა დავყუწოთ ეს ავაბნოთ შამპურებზე გაიხარე ჩემო თორნიკე ჩემო ძმაო მოძანდი მოდი ერთად დავჭრათ მიდი ნახოთ რა არის კახური მწვადი შენ ეხა როგორც კახელმა დაიწყე ჩემო ძმაო და მეც მოყვები მე ხელი თუ არ გაისვარა კაცმა ისე არ გამოვა აჰა ანუ ხელი ორივე ხელი უნდა გაისვა თქვენთვის საუკეთესო ნაწილი რომელია ჩემთვის საუკეთესო მწვადისთვის
აქ ვაყენებთ ნომერ პირველ ადგილზე ნეკნს. აძმაო, აი ეს შემიძლია პირადად მე ჩემ დაწილად აი ეს ფლანგი დავამუშავო. კი ბატონო. თავი არიდე. ესეც იმიტომ რომ კახელებს გვიყვარს ზოგადად ფენა რო არის ხო? ხო, აი ეგ ზღაპარია რა. არიდე თავი. როგორ ქნას? თავი უნდა ერითოს თავი. არიდე, არა, ეგ სიტყვა მომეწონა, არიდე ტყავი. არიდე თავი. მაგარია. არიდე დედას ტყავი. გამოვიყენებ. ხო, შეიძლება ეს სახალბილო ეგეც არ იყოს ახლა ხორცთან, მაგრამ გავაკეთოთ ეს ამბავი პატრიციუმი დივის რო არ ეწინოს, პაპას რო არ ეწინოს. აგე ჩაუსვი ახლა ეს შენ, აი ახლა. ესა ფენა. აი მაგრამ თავი კაფესო. გამირა, ესეც მე მგონი, მოდი რა ვქნათ, ეს მოვაცილოთ, აი ეს. ოჰო. ბატონო და აი ეს ჩაჭერი შუაზე, თორე შეიძლება. შამპურები სად არის შამპურები? ეძახეთ მეგრელი კაცი და არიცი. ყველაზე პირველი იმაში ქართულ სამზადებლოში ჩემთვის არის ჩაკაფული. ყველა მიცის მოაბეზე ხალხს თავი მაგაზე ჩვენ კახეთში ჩაკაფული ხო ძალიან მიღებულია და ჩობანია ძალიან მიღებული. ხო, აი ჩობანი. ხვარი. ცხვარიო, აი. შემოადგება თავისი ის ხონი რო გაუდრება, შემოადგება. ეგეთი გამიგია, მაგრამ არ გამისინჯა. სოკი და მაგარი რამეა, ძალიან მაგარი. ანუ ჩვეულებრივად ჩაიშრობს ის ქონით იმის ცხრის ქონი რაც თუმასაც შიგნით აჭრით? თავისი და შეგიწובה ხონში რა. ხო და ის რო ჩაუშრება ქონი ეხმარება მე და იმას მოხრაკვაში. აი ეს აი მაგას გავითვალისწინებ მე არც გამისინჯავს და აუცილებლად იშვიათობია. ეგ კერძი გამიგია და მაგას ხალხი არ მაგალითად ღვინოში. მხოლოდ ღვინოში. თეთრი ღვინო. კი ბატონო. კი ბატონო. всё, გასაგებია, პირობას გაძლევთ. მე მაგ კერძს გავაკეთებ, ბატონო გივი და თქვენ იქიდან დაგლოცავთ აუცილებლად მე და ეგ ვიდეოში. ხო და რაც თავარია, ჩემო თორნიკე. ერთ წუთს გაიხედე კამერისკენ და თვალი ესე დააჟურნეს. დასაოჯახებელი კაცია და მაგას მივხედოთ. სანამდე მიეცი ჩემო გიორგი დრო 2026 წლის 26 ოქტომბრამდე. ოქროს დაბადების დღეზე იგზა არ გვაქვს ხო შენ. აუცილებელია, ძმაო, რას ქვია, ეგრე სადა შენნაირი კაი ბიჭები უნდა ამრავლებდნენ ქართველობას და ერთს და ყველა ძლიერ საქმეს უნდა აკეთებდნენ. არა, ეხა მწვად ძმაო ყველა შეწვავს. მე 5 ხან ზოდალეო, მე მწვადი ყველასთვის გემრიელია და ეგრე არა, ძმაო. შეხე, ძმაო, წამოვიდა. აი ეხა ეგ იმას გამოუგება, მაინტერესებს. ეგ არის სპირტი. იყო სპირტი მერე. რას დამაკრებს სპირტი მე იო. ხელდეგეთება. სპირტია ცოტა. არა ეს რომ დარჩება ეს უნდა უკნა ვიღა. ჩვენ უნდა გასინჯო. გაგვიმარჯოს. ცოცხლე. ამ ცეცხლს გაუმარჯოს. რომელიც გვათრობს და აღწევს რა მოკლედ რა. იცოცხლე. არახს გაუმარჯოს, რომელიც არ გვათრობს. არასოდეს აი მე იციან ხოლმე რომ აო გვათრო მამაკაცები ქალებმა რო იციან. არახს გაუმარჯოს, რომელიც გვაახლოვებს ერთმანეთთან. და იმ ტრადიციებს გაუმარჯოს, რომელიც აგერ ბატონი გივიდან დაწყებული გიორგი, ჩემი თორნიკე და გაიხარეთ თქვენ ტრადიციებს გაუმარჯოს, თქვენ დიდი ოჯახის, თქვენ გვარს გაუმარჯოს და მაგრად იყავით. იმაჯოს. ჭირიმე შენი. ეს რა არის? მაგარია. ამა პაპური გასინჯო. უნდა დაასხა. ხო. წამოიღო. და ესე ისინჯება ახის გრადუსი. ეხლა მოდის სპირტი. გამოთქმა რო არის ცეცხლდალიო, ხო, ჩვენთვის ლოცვაა. ეგ ამბავია ზუსტად. სანამდე ჩავიდა, იცი ლუკა? ანა რაც გაიარა ის ვიგძენი, მოკლედ რა, რაც გაიარა, რა გზას გაიარა, ვიგძენი. მაგითი ახლა რა ვშვებით ჩვენ? ეს ეხლა უსაზომო თავს სინჯავ რა, თქო, ისე საზომი მაქვს, ჩავდება გრადუსი კი რა რაც ხარ. აი ეს რა ჯაჭვი გაიკეთა? ო, ჯერ სპირტია ისე, ჯერ არა კი არა. ანუ ეხა ის საიაო თქვენ რო იძახით, ეს საია არის ის რომელსაც გემო აქვს და გრადუსიც არ აქვს. დაბალ გრადუსიანი, ესე იგი არკის შემდეგ მოდის საია, ბრუნდება მეორე ფაბზე, ჭაჭაზე და უკვე ორმაგდება რა, გამოსავალი უკვე ორმაგდება. უფრო მეტი წამო ეხლა პირველ ქვაბზე საერთოდ ცოტა მაინც არის.
შემოძვირფასო ადამიანი, ბატონ გივი, მოკლედ, გადმოვიდა არაყი, გავსინჯეთ ჩვენ რაღაც ისე ცეცხლი, სპირტიანობა ყველაფერი. დანარჩენი ახლა გიორგი გვეტყვის რა ხდება და როგორ ხდება იქ. ეხლა არაყი ჩამოვიდა უკვე. დავაყენეთ 55 გრადუსზე. ეხლა მოდის საია უკვე. არაყი ვარ დაგვისლაბდეს, ეს არაყიმა გამოვარიდოთ. მოვათავსოთ თავის ადგილზე. ანუ ჩავასხათ აქა. კი ბატონო. და ეხლა გავუშვათ საიაზე. ის რომელიც სლაბია, ეს რომელიც სლაბია, სლაბი რომელიც ჩამოვა, ამ ქვაბს რომ მოვხდით და შემდეგ მეორე ქვაბს რომ ჩავყრით, დავასხავთ ზე. კი ბატონო. უკვე გაგვიორმაგდება. ეს რამდენი გრადუსი იყო რომ ნახეთ? 60-დან დაიწია 55-ზე დავაყენე. გაცივდება 2 გრადუსს მოიკლებს და დადგება 53. ანუ 55-დან გამოვუკეთ უკვე და ველოდებით აწი იმას, რაც მე უნდა ჩამატოთ შემდეგ ვარ. კი. ამასობაში ახლა ჩვენი მუჟუჟის გამზად და დროა. კი, დროც არის ისეთი რომ მოკლედ ბიჭებო, აბა თორნიკე, ჩემოძმაო. შემოგვაწოდე აბა მუჟუჟი. როგორი ჩვენით ისეთი გემრიელი უნდა იყოს წესი. წამოიღო კარგად? კარგად წამოვიდა. მოკლედ ეხა თემში არომატი უკვე კარგი აქვს. იგრძნობა. შემდეგ რეცეპტი უნდა მიწერო მე. კი ბატონო. მე თუ რამე შემიძლია რომ თქვენ გასწავლოთ. გავსინჯოთ იქით არაყი, აბა თორნიკე, არაყი ჩამოსხმის თემა შენ მოაგვარე ჩემოძმაო და მე და პაპა დავილოცებით. აბა ჭიქა სტუდიაში. აბა ჭიქა. აბა მეორე ჭიქა. აჰა. დიდებულია. ბატონო გივი. არიცი ხა ნახოთ, გავსინჯოთ. თუ რამე დაატოდება, ეგეც ვთქვათ, არ არის პრობლემა. მე იქ ჩემი გამომწერები დაგვიწერენ კომენტარში. მე ასე ვაკეთებ, ყველანაირ რჩევას ვითვალისწინებ, იცოდეთ. ყველანაირ რჩევას, რომელსაც თქვენ დამიწერთ, თქვენ მირჩევთ, რომ მე უკეთესი დავხვეწოთ და უკეთესი გამოვიდა. მას მარი მოგვიძიოთ. არა, ჯერ არ მოგვიყრია მარი. იმიტომ რომ ცეცხლს ველოდები. მოკლედ, ბატონ გივი, აგეთ თქვენ ჭიქა. აგერვარ ენასწავლე. მივთვით. დღევანდელ დღეს გაუმარჯოს. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს. ჩვენ გაცნობას, ბატონ გივი, თორნიკეს კი ვიცნობდი მანამდეც და გაიხანია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა. გაიხარეთ, გაგიმარჯოთ, ჯანმრთელობა თქვენი დიდი ოჯახის პირველ რიგში და თქვენი რომ თქვენნაირი მაგარი ადამიანები, თქვენნაირი ტრადიციების მოყვარული ხალხი ბევრი იყოს ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ შვილთა შვილებს და მომავალ თაობას გადასცეს ეს ყველაფერი. მეტი არაფერი არ დაგვჩენი ამ ქვეყანაზე და თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენს მარჯვენას, გიორგის გაუმარჯოს, გიორგი გასულია ახლა და თქვენ შვილს, თქვენ შვილიშვილს და თქვენ გვარს გახარება და წარმატება ამ დიდ ოჯახს. დიდი მადლობა. აი ზაოდობის პირველი სინჯი ნაკურთხი სითხე. ნაკურთხი სიტყვე. დიდი მადლობა ბერძნებისათვის, დიდი მადლობა თქვენი მობრძანებისათვის, გაცნობისათვის და დიდი მადლობა დიდი იმ ყოველივე საქმის გაკეთებაში რომ დავინახები. ამაზე ძალიან დიდი მადლობა და ბევრ ამას გადავიღებ თქვენგან. ბევრ ამას გადავიღებ ჩვენგან. აუცილებლად, აბა თქვენგან პირველ რიგში. სტუმრობა ხშირი ყოფილიყოს, მალივარ მოსულა, თქვენ იქიდან ჩამოდით, ჩვენ აქედან ჩამოვალ თქვენთან და გაგრძელდება ცხოვრება და იცოცხლეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თქვენ მოსვლას, თქვენ და ხვედრას გაუმარჯოს, ჩემო კარგო ხალხო. და ესეთი სიტუაციები რაც აუცილებელია საზოგადოებასაც რო გავაცნოთ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ვერ შეგედავებით. ეს მომზადებულ კეთში გავსინჯო და ვაგებმა აუცილებლად. ბევრი ყოფილიყოს და მრავალი ყოფილიყოს. ეს პროცესი ზოგადად თვითონ რასაც ახლა ჩვენ აქ ვაკეთებთ და ვესწრებით, ხო? ეს ტრადიციულია. და ის ტრადიცია რო დაიკარგოს, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელსაც, თქვენს მაყურებელსაც უნდა გავაცნოთ, უნდა იცოდნენ და დანარჩენი კომენტარებში დაგვიწერეთ. გაყოლე შენც შემოძმაო. ზერბადრის გაკეთებული ჩვენთან გაკეთებული მუჟუჟის გემრიელია, მაგრამ ეს არც იმაზე ნაკლები არ არის და თითქმის ერთმანეთს ააგავს, მაგრამ ამას სანელები მეტი აქვს და ხო, სხვა გემოვნება აქვს. მადლობა პირიქით თქვენ. კარგია, სასიამოვნოა. 10-დან 10. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მეც გავსინჯავ რა მივიდი. მივიდი განაცხადე, მიდი, უმაღლესია. აღარ დონეზეა შენელებული. აუ, მე მეუბნებიან ხოლმე. აუ, შენი გაკეთებული ესენი, ჩვენი ჯემის მაგაცები, ყველა ეს ამეგობრო, ერთი ორმა კიდე დამიწერა კომენტარიო. აუ, სულ კარგი როგორ არის შენი საჭმელია, ხა? მონკალის მოვა და მომეწონა რა. პირადად თავს დავდებს, რომ მე ესეთი მუჟუჟი არ მიჭამია, როგორ თქვა. მუჟები ბევრი კეთდება, ჩვენთანაც ვაკეთებ სხვაგანაც, მაგრამ ეს სხვა სანელებშია სხვა მაგარი წესებით არის გაიხარ.
ბატონგივი, ეხლა ის ხალხი მოვიგონოთ, ვისაც აი ეს ტრადიციები უყვარდა, ვინც ამ ტრადიციებს პატივს სცემდა, აუცილებლად უნდა ვთქვა, აუცილებლად. ჩვენი წასულები, ჩვენი წინაპრები, ის ხალხი, ვინც ესე ფუსფუსებდა ამ კუთხეში, ამ დიდ ოჯახში და ვინც თქვენ გვერდით არ არის, ყველა იმ ხალხის მოგონება იყოს. ახსენება იყოს. ჩვენი წინაპრების ყველას. აი, ვინც შემოგვინარჩუნა ეს ტრადიცია. რა თქმა უნდა. აი ეს უყურაფერი. პაპამ დაუტოვა გიორგიმ დამიტოვა მე და მე მომავალში დავუტოვე. აუცილებლად, ეგრეს უნდა გაგრძელდეს ესე. აუცილებლად. რა თქმა უნდა იყოს ყველას. ტრადიციულად არის დატოვებული ჩვენი მამაპაპისაგან. აი იმ უყურაფერს გავუძახოს. და მათი ახსენება და გახსენება იყოს სიმსაყვარელი და ლამაზი ადამიანების. აუ, შეხედე, ბიჭო, რა მოიტანა, შეხედე. ნატურალური ჩვენი სოფლის, ჩვენი სახლის ფიჭის ადგილობრივი ფიჭა დედა რამდენი წელია ბავშვობის მე ავიჭამია დედას გეფიცები ალბათ ალბათ სკოლის პერიოდის მე გაიჭრება ხელით უნდა იჭამოს ჩანგალი გემო კი აუ ეს რა გამოაჩინე ბიჭო ყველაფერს მოველოდი ახლა სიურპრიზიო რაღაცა სიურპრიზი მაქვს და თქვენ ყავთ სკა თუ კი ბატონო ეს არის ადგილობრივი ჩვენი სოფლის ერთ-ერთი ტრადიცია ეს მეფუტკრეობა, ეხა ხშირი არ არის, მაგრამ ხო, იშვიათია ძალიან ზოგადად. კახეთში არ არის იშვიათი, ჩვენთან არის, ჩვენ სოფელში იშვიათი, მაგრამ ვცდილობთ რომ ესეც არ დავუკარგოთ, იმიტომ რომ ნატურალურ თავს არაფერი არ ჯობია. მაგარი. ჩაგეთვალა ჩემო თორნიკე? კი ბატონო, ეხა შეიძლება დავაგებინო. დანა სტუდიაში ოღონდ დანა გახსნით არ გადმოვაგდო. ხელითაც შეიძლება გიქოგეთეს, კი ბატონო. და ვიღეჭება ეს იმასავით. კი. კევივით. კი, აი. საღეჭი რეზინით. აიგენია, გრანა აიგენია. შეგვიფასეთ. ადგილამდე მივიდეს. ჭარბობს წაბლი. სხვა არის ის და გაკეთე. მაცალე, არა. მაცალე ვიდეო სინჯა. ტუალეტის დიავი. არა. ჭარბობს წაბლი. თუ გაიგებს მე გაიყვანე. ჭარბობს, მაინც ერთის ვიდეო. ჭარბობს წაბლი და ყვავილების გემო. ოღონდ ზაფხულის ყვავილების არა. ზაფხულის ყვავილების გემო სხვა არის. სიმწარე აქვს წაბლის. მე შემოდგომის თაფლია. შემოდგომის არის და განსხვავებული გამოიცა. გემო აქვს. ტყვიაში რო ვაჭირდი წეგან. კი ბატონო. აჰა. და თათუთაში ხარ რა. აჰა, შეხე. 95 თუ 16 ტაძარი არის თაღულებაზე აი ძველი. ონდრომური ცი რესტავრაცია ეგ თემა აი როგორც გესმის ესა. ამან შემგანი სენაცვალოს ჩემთან ძალიან ისტორიკოს ვიჩიც არის ესა. ეს არის საგუშაგო კოშკი. აი ჩვენი სოფელი. როცა იორს გადმოსერავდა სპარსელები შემოდიოდნენ ირანიდან და შემოდიოდნენ აქ ეს რომ მაღალი ადგილია მაღალმთიანია აქ ინთებოდა ცეცხლი და საგუშაგო კოშკები და ზაქით და პოსტები იყო რომ ცეცხლი მას ანიშნავდა ხალხი უნდა დამალულიყო კი ბატონო. ნიშანს აძლევდნენ. ნიშანი იყო ცეცხლი ყვავილი იყო კი. ეხლა ამჟამად აი ისეთ დროს მომბრძანდი ჩვენთან ზაფხულის პერიოდში ეხლაც კი შეიძლება მაგრამ თოვლი არ არის მაგრამ აი ეს გარეშე მოსულდეს რო ტყე აკრავს აი სერია და ეს იყო საქარავნო გზა. რას ნიშნავს ახლა საქარავნო გზა ამ სოფელში? ამაზე მოდიოდა ისა აკლემები, სპილოები, გადმოდიოდნენ იქიდან ევროპის მხრიდან რო შემოდიოდნენ, მიდოდნენ აზიაში და ეს ჩვენი ეს ადგილი ამ ტერიტორიაზე ეს არის გზა, საქარავნო გზას ეძახოდნენ ამას. და არის ნაფოსტარს ვეძახით, ნაფოსტარი ესე ფოსტის ადგილი, ყოფილი ადგილი. იყო ფოსტა, იყო სუდი, აკა, ხო, სასამართლო, უბრალოდ მაზრა იყო სიღნაღში. ექვემდებარებოდა ეს სიღნაღს. და ეს სუდი აკა, სუდი ადგილობრივი. აქ დაიკითხებოდა დამნაშავე და მე გადადიოდა სიღნაღში. ბიჭმა როგორც აღნიშნა ჩემო შვილიშვილმა, ამჟამად არის პატარ-პატარა ბაზილიკა. ნანგრევები ხალხი ჯერ კიდევ ამჟამადაც მიდის და ლოცულობს იქა. სხვადასხვა სახელები ქვია ახლა მაგას ვერ ჩამოვხდით ახლა და მე ეს გზა აიგრე შემოუდის და გადადის სიღნაღში. ისტორიული სოფელია.
ისტორიული რამხელა ისტორია ხონია და რამხელა დიდი ისტორია აქვს. აი წიგნებში ბევრ წიგნში შემომიკითხავს მე რომ ყველა დაანგრიეს, ყველაფერი გაცარმტუტეს. არც ზაღლისყეფა ისმოდა და მარტო იმ ტერიტორიაზე გლისყმული ისმოდა, აი სანიკიძესაც უწერია. ხო. და აქედან გამომდინარე უყურე რა ხდება ახლა. ქოდალოს ციხეებს ვერაფერი დააკრესო. ესე იგი ქოდალოსში ციხეებიც აყოფილა. ისეთი ციხე-სიმაგრეები რომ იხიზნებოდა ხალხი და ვერაფერს ვერ აკლებდნენ. გადარჩა სოფელი, გადარჩა ეს მთა, ეს გორიანი ადგილი და დაიმკვიდრა ეს ადგილი ჩვენმა ძალიან მაგარია. თქვენ კუთხეს გაუმარჯოს. აღმოჩნდა. თქვენ აი ამ ლამაზ სოფელს გაუმარჯოს. ქოდალოს გაუმარჯოს. დიდი მადლობა. თქვენნაირი მაგარი ხალხის რო ვერ სახელზე დაანგრიეს. დგას ყოველთვის და თქვენნაირი მაგარი ხალხის ცხოვრებაზე დგას ყოველთვის. აქ როგორც პატრიცემულმა პაპამ ბატონმა გივიმ აღნიშნა და ბატონმა გიორგიმ აქ ამ შემოგარენ ტყეში არის უზარმაზარი ქვა. ნუ ხარ ვარ ისე რო არ გამოგვიდეს დაახლოებით სახლის ხელა. აი ამ სახლზე დიდი ამ სახლზე დიდიც და იმ ქვის ძირიდან გამოდის შეფერილი წყლები, ყვითელი, წითელი და ნუ არ ვიცი ხა რაღაცნაირი მაცხოვრებლებისთვის ცოტა მისტიური ისა შეხედულება აქვს ადგილი ხო, მაგრამ იმ ქვის შიგნით არის სიცარიელი, მაგრამ რა ხდება ეჯერ არავინ არ იცის. და აი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა არის ჩვენი სოფლის. არის კიდევ რა ყველაზე მთავარი, ცხელი ტალახი ამოდის მიწიდან. ცხელი ტალახი. კი, ცხელი ტალახი. აქ ჩვენთან რაიონში ახტალას ეწევა ცხელი ტალახი ამოდის და აი ალბათ აქედან აღწევი გასული, იმიტომ რომ ეს კავშირი ხაზი არის ერთი. პირდაპირ გურჯაანში გადადიხარ აქედან. ცხელი ტალახი ამოდის და ცხელი ტალახთან ერთად რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ამოდის კიდე ნავთობი. შავი ნავთობი. სპიტაკში დაინგრა სპიტაკი სასოფლეთში. სომხეთში ხო. ერთ საღამოს მე და მეუღლე ვიდექით ეზოში. აი ესე შვილის ხმა მოდიოდა რაღაცა. შვილი რასანიშნავია, რაღაცა ქარის შრიალივით ხმა და რაღაცა ტალღასავით და გაგვიარა ჩვენ. გავედით მე და ჩემი მეგობრები ჩვენ ერთად და მივედით იქა და ვნახეთ ახტალა, სადაც მოკმოკებს წყალი და ამოდის. ეს ემას ქვია ხო ახლა გეომეტრიულად სახშენი წერტილი, ჰაერი რო ამოდის და იმის რადიუსში გარეშამო 50 მეტრში ცხილები თავისი ფოთლები თავისი აი ტოტებით იყო ყვითლად არ იყო გავხმარებული ყვითლად იყო ის არის შავად ტალახის სახით იყო გადაფერილი ესე იგი ამოიფრქვა და მან გადგიზდა ფოთაშორის მე ბურჯაანმა საღნიშნა იქა რომ იქაც მოხდა ეს ამბავი ეს ორი წერტილი თუ არა აქა და იქ შეიძლება დამანგრეველი ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობისათვის. მარილი რო არის შევებოდა წინათ. მარილი. ცომი რო უნდა მოეზრინათ ოჯახებში. და ცომი უნდა ყოფილიყო და პური გამოეწყოთ. არ აქვს მარილი რო ცომში შეერიათ, რა იმ წყალში. და იმისგან მოდიოდნენ ის მეზობელი სოფლებიდან და მიქონათ იქიდან. ამჟამად ეხლა მე მივარ ტექსტს დავადგავ, ვიცი სადაც არის ეს მარილიანი წყალი გამოდის ისეთი რომ იმას არც დამატება უნდა, არც გამოკლება უნდა. ო, შეხე. აგერ თქვენ გიორგი და ნორეს მოდი თორნიკე, მოდი. ჩემო მაყურებლებო, ჩემო გამომწერებო. ხო ხედავთ რანაირ ხალხთან ერთად ვარ და ხო ხედავთ დღეს რანაირი დღე გვაქვს და რანაირი სიყვარულის სიტუაცია გვაქვს და ხალისი სიტუაცია გვაქვს აი ამ ლამაზ ტრადიციულ ოჯახში, სადაც ესეთი ტრადიცია გრძელდება, ზაუდობა და აი დღევანდელი დღე მე მინდა რომ პირველ რიგში დღევანდელი დღისთვის თქვენ მადლობა გითხრათ ბატონო გივი პირველ რიგში თქვენ დიდი მადლობა თქვენს ვაშკად შვილს გიორგის თქვენ შვილის შვილს ჩვენ თორნიკეს და აი ამ სამთავობას რომელიც თქვენ გვერდიგვერდ ესე ახალგაზრდულად ესე გვერდიგვერდ მიუყვებით ხო აბარა ეს ყველაფერი და რომელიც არ იკარგება ტრადიციები აი ეს არის მთავარი ტრადიციები რომელიც არასოდეს დაწუნებულა არასოდეს არ დაიკარგება ესეთი კარგი თაობის შემდეგ და დიდი მადლობა თქვენ გაგიმარჯვოთ კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანია რამდენი სოფელია ესეთი მაგარი და რამდენი ესეთი მაგარი ვაშკაცი ქართველი არის ჩვენს გვერდით როგორც ბატონი გივია რომელიც არ კარგავს არასდროს არაფერს თავის სოფლისთვის თავის სანათესაოსთვის თავისი
დიდი სიყვარულისთვის და მე მინდა თქვენ დაგლოცოთ. ჩვენ დღევანდელ დღეს გავუმარჯოს. ტრადიციას არ ავღალატო. როგორც მე თქვენ როგორც მითხარით წეღანო ზაოდობა დღევანდელ ზაოდობას გავუმარჯოს, კახეთს გავუმარჯოს და ჩვენ სიყვარულს გავუმარჯოს. საინტერესო იყო თქვენი ეს მოქმედება წერას და საინტერესო კი არა, სასიყვარულო თქვენი საუბარი. გაიხარეთ. მე მაგალითად ძალიან აი ესე იგი ამას აქში იშვიათად შემხვედრი ასეთი ტკბილი ადამიანების საუბარი. როგორ არა ეხლა შეიძლება მეტი საყოფილა, მაგრამ აი ამ ეტაპზე ძალიან სასიხარულოა ჩემთვის ამასაკის კაცსაც რომ ასე შემომიერთდით და ასე გვერდზე დამიდექეთ. პირიქით ჩემ შვილს და შვილის პატივია რომ ესე ძმაკაცები ვით რო გვერდზე. ჩემ შვილს და შვილიშვილს წერან ერთ-ერთმა პიროვნებმა აღნიშნა რომ მეო ძმები მეგონენ ესენიო. ზუსტად თქვენი ის იდეა გამოამჟღავნეთ და ზუსტად იმ იდეების გასწვრივ მიიღეთ მონაწილეობა და ჩაუყარეთ საფუძველი ყველაფერს, რომელიც დღესაკიან ჩვენი შეხვედრა, ჩვენი სიყვარული. გაგიმარჯოთ პაპა. მე საღარ დავამატებ. გამარჯოს აი ჩვენ დღევანდელ შეხვედრას. იცოცხლე. გაუმარჯოს. მეც დავამატებდი პატიცემო სერბადრი. შეგარგოთ. მადლობას გიხდით დღევანდელი დღისთვის. მადლობა. თქვენს მაყურებელს ვუხდი მადლობას. ვიყურებენ. შეფასებები კომენტარებში დაწერონ, რა თქმა უნდა. დაალაიქონ, გამოიწერონ, აქტიურონ, გამოიწერეთ აუცილებლად სერბადრის გვერდი და აი ეს ტრადიციული სცენები, რასაც ქვია, რო ვთქვათ, მრავალი ყოფილიყოს. სამეფო. ადამიანი კარგ საქმეს ემსახურება და აუცილებელიც არის. ასე რომ კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ, ჯანმრთელად, ღონზე რაც თავარია და დანარჩენი ხელი კი გაქვს ისეთი რომ გავიცი. აი ხა ერთად გავგვიმარჯოთ. შემიძლია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და გაგვიმარჯოს. ეხლა დაიწყება ლომთა პარადი. აი ეხლა იწყება ლომთა პარადი. როგორც ბატონმა გივიმბრძანა. აბა ჰო. სიმღერა ასეთია. კარგი იყო არაგობეცან თავიდან შუაწელში გადამაგრენავიდან ჩემი გული შენ დაკოდე და ხიე ხერსით რომ ცეცხლის ალში გამხვიე ჩემი გული შენ